საღამშვიდობისა ძალიან მაგარი დღე გვაქვს ზოგადად საქართველოსთვის და ქართული სპორტისთვის. მინდა ყველას მოგილოცოთ აი ეს დიდი წარმატება, რასაც ქართულ კალათბურთში და ზოგადად ქართულ ფეხბურთში პროგრესირებს და ეს გამარჯვებები ეძღვნება ძალიან ბევრ ქართველ გულშემატკივარს. ამისთვის მინდა რომ ყველას გადაუხადო დიდი მადლობა, გადაუხადო გულშემატკივრობისთვის და ასე ერთობისთვის. ეხლა კი რისთვისაც შევიკრიბეთ დღეს, თქვენ იცით რომ SOCA 7 grams მასპინძლობს ჩვენი დედაქალაქი თბილისი და ჩემთან ერთად არიან ამ პროექტის და ამ ჩემპიონატის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მთავარი მხარდამჭერები, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი კალანდაძე. მადლობა ამ ადამიანებს და ამ ორგანიზაციებს გვერდში დგომისთვის. მსგავსი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა რომ თქვენი აზრიც, თქვენი შეფასება ამ პროექტის მიმართ თქვა თქვენი აზრი და მინდა ირაკლიდან დავიწყო. ირაკლი, მოგესალმები. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ვფიქრობ, რომ დღეს მართლა განსაკუთრებული დღე არის. მინდა თითოეულ ქართველს ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, ასეთი დიდი გამარჯვებები ხშირად გქონოდეს და ეხლა კიდე დღეს ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან ჩემპიონატს. აქ ფინალი გვაქვს და ძალიან მაგარი ფინალი გვაქვს თან. და ვფიქრობ, თბილისი უკვე მიეჩვია ესეთი საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარებას. შარშანაც ძალიან მაღალი დონის ტურნირი იყო, თუმცა წელს ბევრად უფრო მაღალი დონე, ბევრად უფრო მეტი სტუმარი, ბევრად უფრო მეტი პარტნიორი ყავდა ტურნირს და მინდა მადლობა უთხრა თითოეულ ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო და წარმატებები უსურმო მომავალშიც. ძალიან მაგარი საქმეა და ვფიქრობ, დედაქალაქს ძალიან ეხმარება ახალ სიცოცხლეს ძენს ესეთი ღონისძიებები. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა შენს გუნდს აი ესეთი გვერდში დგომისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. პირადად კახი კალაძის ჩართულობით, რომელიც მოედანზე უშუალოდ ჩართულია და თამაშობს და რა თქმა უნდა, ეს ხელშეუწყობს, რომ უფრო მეტი და მეტი მასობრივი და ბევრი ადამიანი ჩაერთოს ამ პროექტში რა. მინდა ერთი კითხვა დაგისვა და ამით ასე ვთქვათ, ამოვწურო შენთან საუბარი. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ზოგადად ქალაქისთვის, განვითარებისთვის, ამდენი ქვეყანაა ჩამოსული, ამდენი სტუმარი ეწვია ჩვენს დედაქალაქს, ზოგადად რამდენს ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, პატარა ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა თბილისისთვის ზოგადად განვითარება ამ კუთხით. პირველ რიგში მეც შეუერთები და მართლაც კახი კალაძეს ხარდაჭერით, როგორც ეს ინფრასტრუქტურა, ისე ბევრი სხვა მაგარი ინფრასტრუქტურა წელს კიდევ გვექნება და ნახავთ ყველანი ერთად გავხსნით და ნენელა სპორტი და ფეხბურთი კიდევ უფრო წინ მიიწევს და რა თქმა უნდა კახის ძალიან დიდი დამსახურება ამ ყველაფერში. რაც შეეხება ზოგადად, რა ვიცი, განწყობას, ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ ყველამ ერთად რა. მინდა უთხრა ყველას, ვინც უყურებს, რომ ჩვენს უკან განახლებული ტრიბუნა, ბრენდირებული სტადიონი, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით და გვერდში დგომით გამოიყურება. კიდევ უფრო ლამაზია ეს სტადიონი ვიდრე წინა წლებში და რა ვიცი, მადლობა თითოეულ პარტნიორს და მხარდაჭერს კიდევ ერთხელ. მადლობა. ეხლა კი გიორგისთან გადავალ კითხვით. ჩვენ პირველივე დღიდან დაარსების დღიდან, საიდანაც დავიწყეთ, თბილისის მერია და ფეხბურთის განვითარების ფონდი გვერდში გვიდგას, მხარს უჭერენ ამ პროექტს და ამისთვის გიორგი ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, მარტო ჩვენ მადლობა არა ქართული ფეხბურთისთვის, რასაც აკეთებენ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან არის, ფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ზოგადად რას ფიქრობ ამ პროექტის შესახებ, მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ასოციაციის სახელით და თქვენი შეფასება ზოგადად პროექტთან მოგესალმებით პირველ რიგში, მოგილოცავ დღევანდელ დღეს ამ წყინვალე გამარჯვებების სერიას ფეხბურთში და კალათბურთში და იმედია მომავალში უფრო გაგრძელდება ეს გამარჯვებები. რაც შეეხება ამ ტურნირს, უკვე მეორე წელია აკაკი თქვენი თაოსნობით და SOCA Federation-ის თაოსნობით ტარდება ეს ტურნირი და როგორც ვიცი კიდე 2 წელი კიდე გაქვთ ამის ლიცენზია.
რაც შეეხება ფონდის მიდგომას, მიესალმება ესეთ მასობრივ პროექტებს, თქვენ კარგად იცით, რომ ესეთ პროექტებს ყოველთვის ვაფინანსებთ და გვერდში უდგავართ და მომავალშიც ის 2 წელი თქვენს გვერდით იგულეთ ფონდი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უფრო და უფრო კარგი და ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა გაგიწიოთ. ძალიან დიდი მადლობა ასევე სპორტის სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, ასევე ფეხბურთის ფედერაციას აღიარებისთვის. ჩვენ წევრი ვართ ფეხბურთის ფედერაციის და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგზავნებთ, არ გავჩერდებით და დარწმუნებული ვარ, მაგალითი იქნება ჩვენარი პატარა ქვეყნებისთვის მსგავსი ჩემპიონატების ორგანიზება და მადლობა ირაკლი თქვენ, მადლობა გიორგი გვერდში დგომისთვის. ეხლა კი დავემშვიდობები ჩვენს სტუმრებს, ძალიან საპატივსაცემო ადამიანებს და გადავალ უკვე ფეხბურთელებთან. უშუალოდ თქვენ იცით, რომ ეხლა იმართება ფინალური შეხვედრა, სადაც ქართული ფინალი მივიღეთ. მონაწილეობას იღებდა 14 ქვეყნის საუკეთესო კლუბი, ასე ვთქვათ, ჩვენი კლუბებიც იყვნენ ჩართულები და მათ შორის იყო აპტოსი და ბრიჯი, რომელიც გავიდნენ ფინალში და მიულოცოთ. ეს უკვე დიდი წარმატება და ჩემთან ერთად მინდა სტუმრად მოვიწვიო და დაუძახო ჩვენ ძალიან მაგარ ოჯახის წევრს, გიორგი ლუკიანცევს, აპტოსის სულისჩამდგმელს. გიო, ძალიან დიდი მადლობა შენი ჩართულობით. მე მინდა რომ ყველას უთხრა, რომ მსგავსი კომაგობა, რასაც აპტოს აქვს და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველასთვის სამაგალითო მისაბაძი და ამისთვის შენ პირადად ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ პირველივე შეხვედრიდან და არსების დღიდან თქვენი კლუბის განვითარებაზე და იმ გეგმებზე და ღმერთით აი ამ წარმატებასაც, რომელსაც თქვენ უკვე მიაღწიეთ, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ აქ მოხვედრა უკვე რთული იყო და უკვე ფინალის თამაში ხო საოცრება. გიო, ორი სიტყვით რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს და ჩვენს ოჯახის წევრებს. აუცილებლად. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა აკო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს აი ამ საფეხბურთო ზეიმისთვის. იმიტომ რომ ხარისხი არის დეტალებში ზოგადად და იმდენად ხარისხიანად და იმდენად პატარ-პატარა დეტალებზე არის გამახვილებული და გაკეთებული აი ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, ჩვენ დიდი გუნდი გვყავს უკან, რომელიც პირველი დღიდან მე-4 წელია ჩვენ მასტერლიგას ვთამაშობთ. იცი და თავიდანვე რო დავგეგმეთ, გეგმა ქონდა რომ ყოველ წელს უფრო ძლიერ გუნდს გავაკეთებთ. დავიწყეთ მესამე ლიგიდან. კი, მესამე ლიგიდან იმავე წელს ავედით მეორეში, მე მეორედან პირველში, შარშან 2 ფინალი ვითამაშეთ და წელს აუცილებლად უნდა მოვიგოთ 1 თასი. ეს იყო ჩვენი მიზანი ამ ტურნირზე. მოხვედრა ქონდა მიზნად, ბიჭებმა დაიწყეს მომზადება აგვისტოს ბოლოს, უფრო ადრე გამოვიდნენ შვებულებებიდან. ყველა დავიწყეთ ფიზიკაზე და ნელ-ნელა უკვე თამაშიდან თამაშამდე უმატებენ. რო დავაკვირდეთ და კი, აი დარწმუნებული ვარ, პრაიმი იქნება ფინალი. მე ჩემ ბიჭების ყოველთვის მჯერა და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. ბრიჯს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ძალიან კარგი გუნდი და გამოცდილი გუნდია, რამდენჯერმე შევხვდით უკვე ერთმანეთს, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მე გიო წარმატების მეც ვერაფერს ვერ გისურვებ და მადლობას გიხდი ზუსტად ჩვენი ორგანიზაციის სახელით ამ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ ამ ლიგისთვის და შენი გუნდისთვის და წარმატებები შენ ბიჭებს და შენს გუნდს. ეხლა კი მინდა რომ რა თქმა უნდა უკვე გამარჯვებულები ვართ ყველა, მაგრამ უშუალოდ ადამიანები, რომელიც ჩართულები არიან, რომელიც აქტიურად არიან და იღებენ მონაწილეობას და მაგალითს აძლევენ თავიანთი მოედანზე ყოფნით, ეს არის ძალიან დიდი და სამაგალითო საქმე. მე მინდა დაუძახო ერთ-ერთ გამოცდილ, ძალიან მაგარ ადამიანს, ჩემს მეგობარს და ვფიქრობ, რომ სამაგალითოა მისი ჩართულობა, მისი აი ეს ფიზიკურ კონდიციაში ყოფნა და ეს არის ლაშა თოთაძე, ბრიჯის გამორჩეული ფეხბურთელი, დინამოს კაპიტანი, ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რამდენიმეჯერ უკაპიტნა კიდევაც ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს, იყო საკმაოდ კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელი, ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა გეთამაშა, მე ვფიქრობ, მაგრამ ნახე წლები, რამდენი წლის ხარ ლაშ? 37 წლის არის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალს თამაშობს და ითამაშებს და ამისთვის მინდა შენ მადლობა გადაგიხადო. მინდა შენი აზრი ლაშა დაუფიქსირო ჩვენს მაყურებელს და ზოგადად რას ფიქრობ და რა მდგომარეობა თქვენ გუნდშიც? კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის, მართლა ბევრს ნიშნავს შენგან როგორც მეგობრისგან და როგორც პროფესიონალი ადამიანისგან.
რაც შეეხება ამ ტურნირს, თუ რამე სიტყვა შეეფერება ამ ტურნირს, ეს არის უმაღლესი დონე. თავისი გაშუქებით, თავისი მაყურებლის ჩართულობით, აი ძალიან მაგარი გარემოა და პირადად ჩემს ემოციებს სწორად აღნიშნე, რომ мотиваციას მაძლევს ეს ტურნირი, არა მარტო ეს სოფლიო საკლუბო ჩემპიონის ტურნირი, არამედ ჩვენი შიდა ჩემპიონის ტურნირი, რომ ვიყო დავკავდე ჯანმრთელი ცხოვრებით, ვიყო კონდიციაში და ელემენტარულად ტრიბუნაზე მოსულ გულშემატკივარს რაღაცა შევთავაზო და ვასიამო. წარმატებები. ვაშას წარმატებები. ორივე გუნდს ბრიჯ საკმაოდ სიმპათიური გუნდია და აბა ყველას მინდა რომ აი აქ ჩართულ ადამიანს მადლობა გადაუხადო. მადლობა ყველას ვინც აშუქებდა, ვინც ესწრებოდა, ვინცაც წვლილი მიუძღვის ზოგადად ამ პროექტში. ყველა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს სპონსორებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რა თქმა უნდა კომპანია BetLive-ს, რომელმაც დაგვეხმარა, თუნდაც გაშუქებით, რაღაც მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ კარგი ხარისხის სტრიმები გქონდა და მინდა რომ ეს გარემო, რა თქმა უნდა, ერთმანეთს დაამახსოვრდება და ამისთვის უდიდესი მადლობა. ჯინო, ჩემთან ერთად ეხლა არის ავტოსის გამორჩეული ფეხბურთელი ჩვენი ჯინიკა, გიორგი ჯინიკაშვილი. მე ვფიქრობ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, ფინალურ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმატებებს გისურვებ. ჯინო და შენი აზრი მინდა დააფიქსირო, რას ეტყოდი ჩვენს მსმენელს, მაყურებელს? მოგესალმებით ყველას, რავი, ძალიან კაი ტურნირია რა. ეხლა შაშანაც ვითამაშეთ ეს ტურნირი და რავი, ყველა კმაყოფილები ვიყავი და ბედნიერები ვიყავი და წელს კიდე უფრო უკეთესია რა და როგორც ველოდებოდით რა და ძალიან კაი, აი ატმოსფეროს კი ეტყობა როგორ ის არის და რავი, დიდი მადლობა რა ყველას და წარმატებებს უსურვებ ყველას. თავად ის არის რომ ქართული ფინალია რა, ჩვენ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო და არის კიდევაც და რა ვიცი და აი გამარჯვებულმა რავი ისე იმოს რა ასახულებულად. ჯინო, ძალიან დიდი მადლობა თავისი ჩართულობით, ოჯახთან ერთად მოსული და აი ესე ემოციით და დატვირთული თავისი ლამაზი გოლებით გაგვახარა და აბა წარმატებები ჯინო. ძალიან მაგარი თამაში გელოდებათ. რა თქმა უნდა, ორივე გუნდს ძალიან დიდი სიმპათია ჩემი, ძალიან ბევრი წარმატება მინდა უსურვო და გვეყოლება რა თქმა უნდა გამარჯვებული, რომელიც იქნება ქართული კლუბი. აბა წავედით და ეხლა უკვე სტრიმი გველოდება, რომელსაც აუცილებლად საინტერესო მატჩით დაასრულებს აღნიშნული ჩემპიონატი Soka 7 Grand Prix. აგერ გიორგი დუმბაძე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ღირსეული მფლობელი ეყოლება და იო რა სიტყვი? წარმატებებს უსურვებ ორივე გუნდს, დარწმუნებული ვარ ღირსეული გაიმარჯვეს და აბა თქვენ იცით ღირსეული თამაში ორივე გუნდებს. კარგი, აღარ მოგასცენთ, მოკლედ წავედით. დასრულდა, მეგობრებო, ჩვენი ფინალური შეხვედრა, სადაც ძალიან მაგარი თამაში ვიხილეთ, მაგარი სანახაობა და ტრიბუნებზე ალბათ ისეთი რაღაცეები ხდებოდა, რომ აი მე ვერც კი წარმოვიდგენდი.
რა თქმა უნდა ღირსეული ფინალი იყო, ორივე გუნდს ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ განსაკუთრებულად სამაგალითო იყო ავტოსის თამაში და ეს დაგვირგვინდა გამარჯვებით. ჩემთან ერთად ჩემს უკან არიან ეხლა ავტოსის ფეხბურთელები. ათიშვილები. საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჯინიკაშვილი და ბიჭები, რომელიც ერთობით და ძმობით და სიყვარულით მოვიდნენ. ბიჭებო, თქვენს ერთობას გაუმარჯოს, გილოცავთ და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით კიდევ ძალიან ბევრ ამას გავაკეთებთ. ჩემთან ერთად არის ლაშა ჩალაძე, ჩვენი ლაშიკო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღევანდელი დღე დამთავრებულიყო ისე ღირსეულად და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და შენ ჩვენ ბიჭებს ყველას და აუცილებლად მივაღწევთ საქართველოს აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით ძალიან მაგარი ბედნიერები შემდეგ წლებში აუცილებლად მეტი ჩართულობა იქნება და შენც მინდა რომ უთხრა რავი ბევრი ადამიანი ვინც ადევნებს თვალს მინდა რომ უთხრა რომ პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ იმისათვის რომ ჩვენი ეს შრომა რომელიც ამ დღეების განმავლობაში და არა მხოლოდ ამ დღეების თვეების განმავლობაში მიდიოდა მოსამზადებელი პროცედურები უშედეგოდ არ ჩაიარდა ძალიან კარგი დასასრული მივიღეთ ძალიან მიხარია ის რომ საპრიზო ადგილებში უმეტესობა ქართული გუნდები იყო წარმოდგენილი რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენი ჩემპიონატი 7-7-ზე მიმართულებით სახეობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მინდა ყველა იმ ადამიანს რომელიც მხარს გვიჭერდა ეს იქნება სპონსორები თუ ისე ადამიანები რომლებიც გულშემატკივრების სახით დადიოდნენ ყველას მადლობა გადაუხადო რომ ალამაზებდნენ ამ ჩემპიონატს და იმედი გვაქვს რომ ჩვენი შრომა კიდევ და კიდევ უფრო წარმატებული იქნება მე მჯერა ჩვენი ერთობის და მჯერა რომ აუცილებლად ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენ გუნდს გაგაცნობთ თუ ვინ არიან ის ადამიანები ვინც მქნიან ზოგადად ჩემპიონატს და ჩვენი ორგანიზაცია მინდა რომ ახლოდან განახოთ მე მართალია ბევრ საუბრობ ჩვენ გუნდზე ჩვენ ოჯახზე და მინდა რომ ის ოჯახი გაგაცნოთ ვინც ქმნის ზოგადად მასტერ ლიგას ვინც წარმოადგენს 7-7 ფეხბურთის ასოციაციას და აი ეს ადამიანები მინდა რომ გაიცნოთ ახლოდან ეს ჩვენი დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა ესეთი მაგარი ტურნირისთვის, ესეთი შესანიშნავი საღამოებისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, მადლობა. ჩვენ დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა, ჩვენს 7-7 ფეხბურთის ასოციაციას გაუმარ! ძალიან დიდი მადლობა, ყველას დიდი წვლილი აქვს ამ საქმეში და რა თქმა უნდა, ჩვენ შვილებთან ერთად, ჩვენს ოჯახებთან ერთად მოვდივართ ვესწრებით თამაშებს და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მივანიჭოთ სიამოვნება სხვებს და რისთვისაც ყველას თითოეულს თქვენთაგან ძალიან დიდ მადლობას გიხდით. აბა წავედით, ჩვენ არ გავჩერდებით, კიდე გველოდება ძალიან ბევრი საქმე, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება უკვე სამშაბათიდან და ოთხშაბათიდან, გველოდება ბეთლაიმ მასტერ ლიგის თამაშები მთელი კვირის განმავლობაში, ესე იგი, ვამაყობ იმით, რომ არ ვჩერდებით. ყველა დღე არის ფეხბურთი ჩვენს ქალაქში და ჩვენს საქართველოს რამდენიმე რეგიონში. რისთვისაც ყველას უკლებლივ დიდი მადლობა. ეხლა კი დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით, რა თქმა უნდა, შემდეგში აუცილებლად კიდევ ბევრი სიახლეებით დაგიბრუნდებით.